დღეს ძალიან გემრიელ ბრინჯის ტოლმას ვამზადებთ. იმის გარდა რომ ეს კერძი მარხვის დროს შეგიძლიათ მოამზადოთ, ის იმდენად გემრიელია, რომ ხშირ მომზადებასაც იმსახურებს. მთელი საიდუმლო კი იმაშია, რომ აქვს საკმაოდ ბოსტნეული. კომბოსტოს მეშვეაზე გავჭრი ამ ნაწილს ამოვაგდებ და ჩავდებ მდუღარე წყალში. უნდა ვხარშოთ რამოდენიმე წუთი. ხარშვის დრო დამოკიდებულია კომბოსტოზეც. ამიტომ როგორც კი მორბილდება და ელასტიური გახდება, უნდა ამოვალაგოთ და მაშინათვე გავშალოთ ცალ-ცალკე ფოთლებად, რომ თავისივე ორთქლში არ ჩაიორთქლოს. ტოლმა რომ გემრიელი გამოვიდეს, უნდა დავამატოთ საკმარისი მწვანილები. მწვანილებიდან მე ვამატებ ცერეცოს. ასევე ოხრახუშს და ქინს. თუ გინდათ რომ თქვენ ტოლმას პიტნის გემო გქონდეს, შეგიძლიათ 2-3 ფოთოლი პიტნაც დაამატოთ. მე არ ვამატებ. ბრინჯის ტოლმას ძალიან უხდება პრასი. დღეს მე პრასით არ ვამზადებ, ვამატებ წიწმაც. ასევე ძალიან უხდება სხვა მხალეულიც, მაგალითად ისპანახი. თუმცა დღევანდელი ჩემი მწვანილების კომბინაციით გამოვიდა უგემრიელესი და გირჩევთ, რომ ასეც მოამზადოთ. დავამატოთ 1 დიდი ხმელი ხახვი და 1 დიდი პომიდორი, ან 2 საშუალო პომიდორი, რომლებსაც მე დავაბლენდერებ. წინასწარ გარეცხილი და უკვე ცოტა შემშრალი 400 გრამი ბრინჯი მოვათავსოთ თასში. ვამატებ დაბლენდერებულ ხახვს და პომიდორს. სტაფილოს მსხვილ სახეხზე დავახეხავ. შეგიძლიათ დაჭრათ წვრილად. მწვანილები დავჭრათ წვრილად. ვამატებ 1 ან 2 კონა მწვანე ხახვს, დამოკიდებულია კონის სიდიდეზე. მწვანე ხახვს და წიწმაც დავჭრი ერთად და შედარებით უფრო მსხვილად, ვიდრე მწვანილები. დაჭრილი მწვანეულობა დავამატოთ ბრინჯს. მოვაყაროთ მარილი და პირპილი გემოვნებით. მარილი გადავსებული ჩაის კოვზი დავამატებ. აქვე დავამატებ ცოტა ხმელ სუნელებს. მწარე წიწაკას, ხმელი სუნელი და ქინძი დავამატებ. ზეთი უნდა დავამატოთ საკმარისი, იმიტომ რომ ცხიმი არსაიდან არ აქვს და რა თქმა უნდა ხარისხიანი ზეთი. ამ ერთი ჭიქიდან, რომელიც არის 180-200 მილილიტრი, ნახევარს დავამატებ ბრინჯს, მეორე ნახევარს კი ქვაბში დავამატებ. ბრინჯი კარგად შევურიოთ ერთმანეთში. თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. 1-2 წუთი გავაჩეროთ და აუცილებლად მარილად დავაგემოვნოთ. მარილი თუ ეკვლიდება, გემრიელი არ გამოვა. კომბოსტოს ფოთლები დავახარისხოთ, მსხვილი ადგილები მოვაჭრათ და დავიწყოთ ტოლმის მოხვევა. ვახვევთ ჩვეულებრივ, უმჯობესია თავში და ბოლოში ჩამაგრებით მოვახვიოთ. ტოლმები შევავსოთ ჩაის კოვზით. არ უნდა მოვახვიოთ ძალიან მჭიდროდ. ბრინჯს მოხარშვისას უნდა ჰქონდეს ცოტა ადგილი. ამ რაოდენობის ბრინჯისთვის 1 საშუალო ან ცოტა მეტი კომბოსტოს თავი საკმარისია. მოდუთქული კომბოსტო თუ მოგრჩებათ, ხორცსაკებში გაატარეთ და ნიგვზიანი სალათა მოამზადეთ. შეგიძლიათ სამარხო მაიონეზითაც მოამზადოთ. გათუთქული კომბოსტოს მორჩენილი ფოთლები ჩავალაგოთ ქვაბში და დავიწყოთ ტოლმების ჩალაგება. ვალაგებთ წრიულად. თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. ტოლმები უნდა ჩავალაგოთ მჭიდროდ, რომ ხარშვის დროს აქეთ-იქით არ იქანაონ. ყოველი ახალი წრე დავალაგოთ შახმატისებურად. არ არის სასურველი ღრმა ქვაბში მოამზადოთ ტოლმა, უმჯობესია ცოტა განიერი იყოს და 3-4 ფენაზე მეტი ტოლმები არ უნდა დაალაგოთ. მე ასე შევავსე 3 ფენა. მოვასხათ ჭიქაში დარჩენილი ზეთი. მოვალაგე 1 ლიმონის ნაჭერი. დავაფაროთ თეფში და უკეთესია თეფშზე რამე სიმძიმე დავადოთ, რომ ბრინჯი თანაბრად მოიხარშოს. დავასხათ დაახლოებით 150 და უფრო მეტი წყალი.
თავიდან მოგიჩვენებათ, რომ თითქოს წყლით შეისო, თუმცა აცალეთ წყალს, რომ ქვევით ჩავიდეს და საბოლოოდ წყალი ტოლმას არ უნდა ფარავდეს, ტოლმამდე უნდა მოადგეს. საბოლოოდ დავახუროთ სახურავი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. უნდა ადუღდეს. კარგად რომ ადუღდება, ცეცხლს დაუწიოთ მინიმალურამდე და დავტოვოთ ბრინჯი მოსახარშად. მე ვხარშე 25 წუთი, გამოვრთე, ესე დავტოვებთ ხელუხლებელს, რომ ბრინჯმა შეისრუტოთ მთელი წვენი, რაც ქვაბშია. 25 წუთის გასვლის მერე კი გადმოვიდანთ ჩვენ ტოლმებს დასაგემოვნებლად. არის საოცრად არომატული, აი ეს არის პირველი შეგრძნება, მთავარი და გემო სასწაული. მარხვის დროს ეს ტოლმა შეგიძლიათ მიირთვათ სამარხო მაიონეზთან, რომელიც ჩვენ თვითონ შეგვიძლია მოვამზადოთ სახლში, ან პომინდრის საწებელთან. მარხვის იქეთ კი ძალიან უხდება ყველის ან მაწვნის საწებელი, სოუსი. პირდაპირ საოცრებაა, გაოცებულები დარჩებით იმდენად გემრიელია. რეცეპტი ხომ მოგეწონათ? ვიდეო მოიწონეთ და გააზიარეთ. და რა თქმა უნდა, აუცილებლად მოამზადეთ. ამაზე გემრიელს, ამაზე ეკონომიურს ვერაფერს ვერ მოამზადებთ ამ მარხვის პერიოდში. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით. პასკა ვახსენეთ და შეგახსენებთ, რომ ამ აღდგომებზე არ გამოგრჩეთ ჩვენი ძველი რეცეპტები პასკებზე და კრაფინებზე. ასევე გვაქვს საოცარი სამეფო პასკა. უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ ახალ საოცარ პასკებს და გვაქვს თქვენთვის ძალიან დიდი სურპრიზი. გელოდებით ეკრანებთან.